განვაგრძობთ რადიომედის ეთერში მუშაობას. ჩვენ ვიცით, რომ ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სწორედ 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს. გარდა ამისა, დღეს საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო დილით და სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ რადიომედის სტუდიაში ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ მემანიშვილს მასმენსლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ალბათ თამარ, პირველ რიგში გითხარით მიმდინარე პროცესით დავიწყოთ, რომელიც უკავშირდება საინფორმაციო შეხვედრებს. ამდენი წელია ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემით ვაბარებთ ამ გამოცდებს და ყოველ წელიწადს თქვენს ცენტრს ეს გარჯა აქვს, ყოველთვის ახსნა, ყოველთვის განმარტებები, იმდენად საინტერესო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია და მით უმეტეს რომ წელს კვარტალური სიახლეებიც გვაქვს და გითხარით ამ ხრივ რამოცემულობა, იმიტომ რომ ერთია ის კომუნიკაცია, რომელსაც თქვენ სტუდენტებთან უშუალოდ აწარმოებთ და მეორეა ჩვენი რადიო სივრცეს, რომელიც სწორედ ერთგვარი საინფორმაციო კამპანიის მატარებელი იქნება. პირველ რიგში დავიწყოთ რა გვაქვს სიახლე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში. წელს მთავარი სიახლე გვაქვს, ორი მთავარი სიახლე, რასაც აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთავაზობს. მთავარი სიახლე არის ის, რომ წელს აბიტურიენტებს ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ აბიტურიენტის ცნობარში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილში დაფინანსების გრაფა დახვდებათ ცარიელი. უბრალოდ იქ იქნება დათქმა და მითითება იმის შესახებ, რომ მათი სწავლის საფასურის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში თუ კი ისინი რა თქმა უნდა ჩარიცხებიან სახელმწიფოს მიერ დაარსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანაზღაურებს სახელმწიფო. ეს არის პირველი ცვლილება, რაც მათ შეხვდებათ და მეორე ცვლილება არის ის, რომ აბიტურიენტები ასევე აბიტურიენტის ცნობარში იხილავენ საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების. ეს შეეხება როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე კერძო კოლეჯებს და წელს საგამონაკლისო წესით ჩვენ გვაქვს სიახლე ის, რომ საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ ასევე მათთვის საინტერესო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც. და აქვე დავაზუსტებ, ჩვენ რეგისტრაცია დასრულდა 11 მაისს, თუმცა ამის მიუხედავად აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების და ასევე მათ მიერ არჩეული პროგრამების ცვლილებისა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათ ბოლო ცვლილების შეტანა შეუძლიათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18 საათამდე, ეს არის დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვები. ამიტომ დღეიდან მოყოლებული აგვისტოს შუა რიცხვებამდე მათ შეუძლიათ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გადაანაცვლონ ის პროფესიული პროგრამები ან საბაკალავრო პროგრამები, რაც მათ აქვთ შერჩეული. წაშალონ ეს პროგრამები, დაამატონ ახალი პროგრამები, ამიტომ ხანგრძლივი პერიოდი არის ამისთვის კიდევ განსაზღვრული და შეუძლიათ თუ მოინდომებენ და საჭიროდ ჩათვლიან ეს ცვლილებები, რომ განახორციელონ. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ კამპანია და აბიტურიენტებს შევხვდით საქართველოს 9 ქალაქში, ყველა რეგიონში აბსოლუტურად. ღია კარის დღეებს ვეძახით ჩვენ მსგავსი სახის შეხვედრებს, სადაც აბიტურიენტებს ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე გავცეთ პასუხი და იქაური კითხვები ძირითადად შეეხებოდა ხოლმე საგამოცდო პროცესებს, რა ნივთები უნდა შეიტანონ აბიტურიენტებმა გამოცდაზე და ასე შემდეგ. თუმცა ასევე საინტერესო არის აბიტურიენტებისთვის ტესტურ დავალებებთან დაკავშირებული კითხვები და ყველას აინტერესებს ხოლმე კონკრეტულად იმ საგნებში, რაც მათ აქვთ არჩეული და რაშიც აპირებენ, რა თქმა უნდა, გამოცდების ჩაბარებას. ამიტომ ჩვენ დაახლოებით მეორე კვირაა თუ არ ვცდებით, დავიწყეთ ასევე ონლაინ შეხვედრები აბიტურიენტებთან. თითოეული საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი შეხვდება აბიტურიენტს და იმ საგნებში, რაშიც გამოცდები ბარდება, იქნება ეს უცხოური ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკა თუ მათემატიკა,
ტესტურ დავალებებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს მისცემს და მათ კითხვებსაც უპასუხებს, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რა ფარგლებში შეგვიძლია რომ ტესტებთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ კონკრეტულ საგნობრივ და ლოკალური თვალსაზრისით დიალოგზე ვისაც უნდა დასწრება, ისინი თქვენ ვებგვერდზე შედიან და იქ პოულობენ ინფორმაციას მულს ამ ონლაინ შეხვედრისთვის. რამდენიმე დღით ადრე ვათავსებთ ჩვენს Facebook გვერდზე ინფორმაციას შეხვედრის შესახებ, ვუთითებთ ასევე რომელ საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთან არის შეხვედრა, ლინკიც არის იქვე მითითებული და შეუძლიათ გადავიდნენ ლინკზე და დათქმულ დროს შეუერთდნენ შეხვედრას, დასვან მათთვის საინტერესო კითხვა. საინფორმაციო შეხვედრების სერია როგორ ფორმატში გაგრძელდება, ალბათ ისევ კომბინირებული და რამდენი ხანი გასტანს? საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საგნობრივ ჯგუფებთან დაახლოებით საათი-საათნახევარი გრძელდება ონლაინ ფორმატში, იმიტომ რომ მივცეთ ყველა აბიტურიენტს შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონში რომ მარტივად შემოუერთდეს პროცესს, დასვას კითხვა და მიიღოს მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. კი ბატონო, თან რთული საქმე გაქვთ ცენტრისთვის ეს პერიოდი, ალბათ ყველაზე რთული პერიოდია საქმიანობისა. და ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც გასაგებია ყოველი ახალი თაობისთვის ეს ძალკე პასუხისმგებლობაა და კონკრეტული გამოწვევაა. თუმცა ჩვენ როგორც აღნიშნეთ, გარკვეული სიახლეებიც გვაქვს და სამზადიში არიან არა მხოლოდ მომავალი სტუდენტები, არამედ თქვენი ცენტრიც სამზადიშია. აი ამ ხრივ რა მოცემულობაა მოსამზადებელი პერიოდი თქვენი შიგნით სამუშაო პროცესის გათვალისწინებით რა სირთულეებთან არის დაკავშირებული და საერთოდ ამ ერთიანი ეროვნული გამოცდების პრინციპში განათლების რეფორმის აი ამ გარდამავალ საფეხურზე ჩატარება რითი იქნება ალბათ გამორჩეული ან საინტერესო. ცენტრი როდესაც რეგისტრაციის პროცესს ასრულებს, მეორე დღიდან უკვე იწყება მოსამზადებელი სამუშაოები გამოცდებისთვის. ჩვენ გვაქვს ალბათ იცით საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი და ეს არის ის პერიოდი, როდესაც ცენტრი იწყებს სამუშაოებს აი ამ საგამოცდო ცენტრების მოწესრიგებისთვის, იქნება ეს ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება თუ ასე შემდეგ, ყველა იმ საკითხის მოგვარება ტექნიკით უზრუნველყოფა საგამოცდო ცენტრების, რათა აბიტურიენტს უკვე საგამოცდო პროცესში ყველა ის პირობა შეუქმნას ცენტრმა, რომ ძალიან მშვიდად, წყნარად და ზედმეტი სტრესის და დაძაბულობის გარეშე შეძლონ მათ თავიანთი დავალებების შესრულება. და ამ პერიოდში მოსამზადებელი სამუშაოების საკმაოდ დიდი ჯაჭვი არის, რასაც ცენტრი ახორციელებს, გარდა საგამოცდო ცენტრებისა. ხშირად სვავენ აბიტურიენტები, სვავდნენ ღია კარის დღეებზე კითხვას, აბიტურიენტებს იქ დახვდებათ ასევე ცენტრის თანამშრომლები, საკმაოდ დიდი ჯგუფი თანამშრომლებისა, ამიტომ ამ პროცესშიც რეგისტრაციის დასრულებიდან დაახლოებით ივლისის დასაწყისამდე ცენტრს საკმაოდ დიდი სამუშაოები აქვს ამ მიმართულებით ჩასატარებელი, იმიტომ რომ თითოეული საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფილია იმ ადამიანური რესურსით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ აბიტურიენტებს მაქსიმალურად კომფორტული, მეგობრული და ისეთი გარემო შეუქმნათ, რომ ძალიან კარგად შეძლონ მათ თავიანთი დავალებების ამოხსნა და შესრულება. კი ბატონო. თქვენ აღნიშნეთ, რომ წელს ერთგვარი სიახლე იქნება, თქვათ გრანტის გრაფა იქნება თავისუფალი, თუმცა მათ ვისაც საგრანტო მონოპოლარი გააჩნიათ და უნდათ გარკვეული ცვლილება, ჩვენ ვიცით, რომ დღეს 10 საათიდან დაიწყო საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია. აი აქ რა ხდება, რა მოცემულობაა? დღეს დილით 10 საათზე დავიწყეთ რეგისტრაცია საგრანტო კონკურსისთვის, რომელიც გაგრძელდება 8 ივნისის 18 საათამდე. აქვე არის მთავარი და მნიშვნელოვანი რამ გასათვალისწინებელი სტუდენტი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში, გაიუმჯობესოს მის მიერ წინა წელს მოპოვებული გრანტი, ან მოიპოვოს გრანტი. ამ შემთხვევაში მთავარი, რასაც მან ყურადღება უნდა მიაქციოს, არის ის, რომ 5 ივნისის 18 საათამდე მან აუცილებლად უნდა უზრუნველყოს გამოცდის საფასურის გადახდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. გამოცდის საფასური კვლავ შეადგენს 10 ლარს და არ გვაქვს ამ მიმართულებით ცვლილება და შემდგომში უკვე 5 ივნისიდან 8 ივნისის 18 საათამდე შეძლებს
დაასრულოს, ასე ვთქვათ, რეგისტრაცია, მაგალითად თუ მოისურვებს შეცვალოს საგამოცდო ქალაქი და შეარჩიოს თვითონ საგანი, რასაც აბარებს და სტუდენტები ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ერთ საგანს აბარებენ. ეს არის ზოგადი უნარების გამოცდა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სტუდენტთა ზოგადი უნარების შეფასება შევძლოთ. გამოცდა არის სამკომპონენტიანი, რომელიც მოიცავს წაკითხulis გააზრებას, ლოგიკურ მსჯელობას და რაოდენობრივ მსჯელობას. გამოცდისთვის არის სულ გათვალისწინებული 2 საათი და 35 წუთი და ეს დრო თვითონ შეუძლიათ გადაანაწილონ და გამოიყენონ ტესტის იმ ნაწილისთვის თავიანთი შეხედულების მიხედვით. ანუ ტესტის თითოეული ნაწილი კიდევ ცალკე დროით შეზღუდული არ არის. ესენიც იმ 24 ცენტრში დაწერენ ამ ტესტებს. დიახ, ეს საგრანტო კონკურსი არის გათვალისწინებული მხოლოდ და მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც სტუდენტის სტატუსი 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოიპოვეს. და ეს სტუდენტებიც იმ საგამოცდო ცენტრებში გადანაწილდებიან, სადაც გამოცდებს ჩააბარებენ აბიტურიენტები და მათი გამოცდაც, რა თქმა უნდა, აბიტურიენტებთან ერთად ივლისის თვეში დაიგეგმება. და ეს ფაქტობრივად არის მოცემულობა, რომ გაიუმჯობესოს სტუდენტმა საგრანტო პროცენტის მაჩვენებელი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გავიდა დაწერა და მაჩვენებელი ვერ შეცვალა, იქ რა ხდება ამას ძველი მოცემულობა უნარჩუნდება თუ როგორ არის? დიახ, ეს არის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში თუ კი სტუდენტს აქვს სურვილი ამის და აქაც გავაკეთებ დაზუსტებას, რომ ეს არ შეეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლის სტუდენტს, აქ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში ჩვეულებრივ შეიძლება მიიღონ ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფმა სტუდენტებმა და ეს არის მათთვის შესაძლებლობა თუ ექნებათ სურვილი, რომ ჩააბარონ გამოცდა და გაიუმჯობესონ ან მოიპოვონ გრანტი შეუძლიათ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა, თუმცა სტუდენტი, რომელსაც აქვს მოპოვებული წინა წელს მაგალითად 50%-იანი ან 70%-იანი დაფინანსება და სურს მისი გაუმჯობესება, იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე წელს საგრანტო კონკურსის შედეგად საკმარის ქულათა რაოდენობას ვერ მოაგროვებს, მას რა თქმა უნდა მოპოვებული გრანტი არ ეკარგება, უნარჩუნდება და მას ასევე 2030-2031 სასწავლო წლის ბოლომდე ყოველწლიურად აქვს შესაძლებლობა ამ საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას მარტო ისინი გაივლიან და ისინი ეცდებიან, თქვათ, მაჩვენებელი გამოიმჯობესონ საგრანტო კონკურსის მეშვეობით, ვისაც გრანტი გააჩნია თუ შეუძლიათ მასაც ვინც ვერ მოიპოვა ადრე საერთოდ. დიახ, შეუძლიათ, ანუ 2 კატეგორიის სტუდენტები ყავს ამ შემთხვევაში, ვისაც აქვს გრანტი და სურს რომ გაიუმჯობესოს, მაგალითად 50%-იანი აქვს და სურს 70%-იანი ან 100%-იანი გრანტი მიიღოს, მაგრამ მეორე კატეგორია არიან სტუდენტები, რომელსაც გრანტი არ ქონდა მოპოვებული მანამდე და ამიტომ ეხლა გადაწყვიტა და სურს რომ რაღაც პროცენტული მაჩვენებლის გრანტის მოპოვების შესაძლებლობა ქონდეს და მიიღოს ამიტომ. ეს თქვენ აღნიშნეთ კიდევაც, რომ 2025 წლის 17 დეკემბრამდე, ხო, ვინც სწორედ მათ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ახალი ცვლილების ფონზე გრანტის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებებია და ამიტომაც ახლა რეგისტრაციის დროს გრაფა იქნება თავისუფალი. ამ მოცემულობით ჩვენ რას ვღებულობთ და გამოცდების ან ერთიანი სისტემიდან გამომდინარე რა ცვლილება აქვს ზოგადად სტუდენტებს. ამ შემთხვევაში მე დასაწყისში, როდესაც აღვნიშნე, რომ წლევანდელ წელს 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ვინც ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში და ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამ აბიტურიენტებისთვის არის ის გრაფა გრანტის მათთვის გაუქმდა საგრანტო კონკურსი გამომდინარე იქედან, რომ მათ აღარ ჭირდებათ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, რადგან სახელმწიფო სრულად აფინანსებს მათ სწავლას, თუ ისინი მიიღებენ შესაბამის ქულას იმისათვის, რომ მოხვდნენ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამის დაზუსტება მინდოდა ქალბატონ თამარ, მათ ვისაც ეს
უნდა რომ შესაძლებლობა გამოიყენოს, მათ მაინც უნარჩუნდებათ ეს რაღაცა კონკრეტული ზღვარი, საიდანაც იქნება დიახ, ის რა თქმა უნდა არსებული მოპოვებული უნარჩუნდებათ და ეძლევათ შესაძლებლობა რომ თუ ექნებათ რა თქმა უნდა სურვილი რომ კიდევ უფრო გაიუმჯობესონ გრანტის ოდენობა. კი ბატონო. კიდევ ერთხელ რომ მავნიშნოთ საგრანტო კონკურსში რეგისტრაციის მსურველებს რა ვადა აქვთ იმისთვის რომ მოასწრონ და რეგისტრაცია გაიარონ? დიახ, ორეტაპიანი არის ჩვენთან საგრანტო კონკურსის რეგისტრაციის პროცესი. ამიტომ ძალიან კარგი იქნება სტუდენტი, რომელიც გადაწყვეტს რომ ჩააბაროს ეს გამოცდა, რეგისტრაცია დაიწყო დღეს როგორც აღვნიშნეთ, ამიტომ დღეიდან 5 ივნისის ჩათვლით უმჯობესი იქნება რომ მათ სრულყოფილად გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაციის პროცესს აბიტურიენტებისგან განსხვავებით ბევრი არაფერი არ სჭირდება, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, ერთ საგანს ირჩევენ, საგამოცდო ქალაქს ირჩევენ 5 ივნისის ჩათვლით და გამოცდის საფასურის გადახდა მოუწევთ 10 ლარის სახით. ამიტომ უმჯობესი არის რომ ეს პროცესი 5 ივნისის ჩათვლით დაასრულონ. ან თუ დაუშვათ საგამოცდო ქალაქს და საგანს არ შეარჩევენ, ამ შემთხვევაში 5 ივნისის ჩათვლით აუცილებელი არის რომ 10 ლარის ოდენობით გამოცდის ღირებულების საფასური გადაიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში 5-დან 8 ივნისის ჩათვლით საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ. და ალბათ ყველა ვარიანტი უნდა სცადონ, იმიტომ რომ როგორც თქვენ განმარტეთ, ვერჩაბარების შემთხვევაში ეს არ იმოქმედებს მათთვის ახლა არსებულ საგრანტო პროცენტულ მაჩვენებელზე და მით უმეტეს თუ მომავალ წელსაც ექნებათ საშუალება რომ გადააბარონ და გაიუმჯობესონ საგრანტო მაჩვენებელი, ვფიქრობ რომ ალბათ ყველამ უნდა სცადოს, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და სურვილი. ძალიან კარგი შესაძლებლობა არის სტუდენტებისთვის, ამიტომ მე ვურჩევდი მათ რომ ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენონ, მიუხედავად მით უმეტეს იმის გათვალისწინებით რომ თუ საკმარის რაოდენობას ვერ დააგროვებენ ქულების სახით, ის გრანტი მათ რაც აქვთ მოპოვებული, ისევ შეუნარჩუნდებათ. ამიტომ ანუ არაფერს კარგავენ, პირობითად გარდა 10 მინიმალური ლარი. ალბათ უმჯობესი არის რომ ეს შესაძლებლობა მათ გამოიყენონ. და მინიმუმ წელს რო ვერ გაიუმჯობესონ, მინიმუმ გამოცდილება კიდევ უფრო მეტი ექნებათ მომავალი წლისთვის, და დროც თუ გვაქვს ერთსაც დავამატებ, ჩვენ შეგვიძლია დღის მანძილზე გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას ნიმუშს იმ საგამოცდო ტესტისა, რაც მათ შეხვდებათ გამოცდაზე, აი 3 კომპონენტიანი ზოგადი უნარების ტესტი, როგორც აღვნიშნე, ამიტომ შეუძლიათ ამასაც გაეცნონ. ძველი ტესტებიც არის გამოყენებული ცენტრის ვებგვერდზე და დაახლოებით ტესტის სტრუქტურა შეუძლიათ ნახონ და ამის შემდეგ აუცილებლად გაიარონ რეგისტრაცია და ეცადონ, გაიუმჯობესონ ან მოიპოვონ აბიტურიენტებისგან განსხვავებით მათ ამ სქემის დანახვა და ცოდნა გაუადვილებს ორიენტირებას, ასე ვთქვათ, რომ წერის დროს აუღონალღო და მიაღწიონ სასურველ შედეგს. ფაქტობრივად საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია გავლილebისთვის ან ვინც გაივლიან, მათთვის თქვენ კონკრეტული რჩევები მოგვეცით და ხო დაუბრუნდეთ იმ თემას, რითიც დავიწყეთ ჩვენი საუბარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდა ფაქტობრივად ყოველ წელს ტარდება და ეს ერთი მნიშვნელოვანი დღეა, ამ თარიღამდე მზადება საკმაოდ დაუღალავია და ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაშია. კი, ამისთვის მზადება ცენტრი გამოცდიდან გამოცდამდე. თქვენთვის ეს პროცესი არ სრულდება. აი ამ მოცემულობაში ახლა რომ დავუბრუნდეთ თქვათ ისევ აბიტურიენტების თემატიკას, გასაგებია რომ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება, აღნიშნეთ რომ კონკრეტული საგნებისთვის კიდევ ცალკე ვიდეო რჩევები და კომუნიკაციის საშუალება აქვთ აბიტურიენტებს და კიდევ ერთხელ აი ჩვენ დიალოგის აი მეორე ნახევარის თუ შეგეძლიათ რომ კონკრეტული რჩევები და ასპექტები შევახსენოთ აბიტურიენტებს, რომელიც განსაკუთრებულად გასათვალისწინებელი აქვთ გამოცდებამდე. დიახ, ცენტრი სულ ყველა შეხვედრაზე ურჩევს აბიტურიენტს, რომ არჩევანი არ გააკეთოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ რომელიმე პროგრამაზე და ყავდა ჩვენ ღია-კარის დღეების ფარგლებში აბიტურიენტები, რომლებსაც მხოლოდ კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვა სურდათ და სტუდენტობა სხვა უნივერსიტეტის სხვა პროგრამაზე არ განიხილავდნენ. ესეც რა თქმა უნდა მათი უფლება არის და
მათი გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენთვის ჩვენი მთავარი რჩევა არის ხოლმე ის, რომ პროგრამა და სისტემა აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ შეარჩიონ მაქსიმალურად ბევრი პროგრამა. ის საგნები, რაც აქვს აბიტურიენტს შერჩეული, შეუძლია აირჩიოს ის პროგრამები, სადაც ჩარიცხვისათვის ეს საგნები არის აუცილებელი. ამიტომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვთ ამისთვის და მაქსიმალურად ეცადონ, რომ მეტი პროგრამა კონდეთ ჩამონათვალში შერჩეული და შეუძლიათ ასევე საბაკალავროსთან ერთად ასევე პროფესიული პროგრამებიც აარჩიონ. ასევე მთავარი, რასაც ვურჩევთ ხოლმე დაახლოებით 20 ივნისის შემდეგ თავიანთ პროფილებში მათ ექნებათ ინფორმაცია უკვე იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის მოუწევთ თითოეულ საგანში გამოცდის ჩაბარება და რომელ საგამოცდო ცენტრში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება და ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე თვითონ საგამოცდო ცენტრებიც მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აკეთებენ ცენტრის არჩევანს. ამიტომ ყოველთვის თხოვთ ხოლმე, რომ ამობეჭდონ ეს საგამოცდო ფურცელი, კარგად დააკვირდნენ დროს, როდის იწყება გამოცდა, იმიტომ რომ 1 და 2 წუთიანი დაგვიანებაც კი აბიტურიენტისთვის გამოიწვევს იმას, რომ ის საგამოცდო სივრცეში ვერ მოხდება. ამიტომ ყოველთვის თხოვთ და მთავარი თხოვნა გვაქვს კიდევ, რომ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე ასევე დაიდება ინსტრუქცია, იმიტომ რომ ხშირად გვეკითხებიან რა ნივთების შეტანა შეუძლიათ გამოცდაზე და ასე შემდეგ. ძალიან დეტალურად არის ყველაფერი ჩვენს ინსტრუქციაში, ამიტომ სანამ გამოცდებზე გამოცხადდებიან, ჩვენი თხოვნა არის, რომ გაეცნონ იმ ინსტრუქციების და წესების ნაწილს, რასაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ვებგვერდზე და ასევე გამოვაქვეყნებთ ჩვენ იმ წესებსაც, რისი დაცვაც ჩვენს წარმომადგენლებს უწევთ ხოლმე საგამოცდო ცენტრებში, ამიტომ აბიტურიენტები ხშირად წუხან ხოლმე, რომ საკმაოდ ბევრი წესის დაცვა უწევთ მათ გამოცდის საგამოცდო პერიოდში და პროცესში, თუმცა მინდა დავამშვიდო, რომ არანაკლებ ბევრი წესის დაცვა უწევს ცენტრის იმ წარმომადგენელს, რომელიც თვითონ იმყოფება საგამოცდო პროცესში და ეს წესებიც, ინსტრუქციებიც და რეგულაციებიც ცენტრს შემუშავებული აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სამართლიანი გარემო იყოს შეთავაზებული ყველა აბიტურიენტისთვის და მაქსიმალურად გამჭირვალეთ და მაქსიმალურად ორგანიზებულად მოვახდინოთ ამ გამოცდების ჩატარება. ამიტომ გაეცნონ წესებს, მიაქციონ ყურადღება საგამოცდო დროს, საგამოცდო ცენტრს და წარმატებას უსურვებთ. კი ბატონო, და თქვენ ის ნებართვით დაუბრუნდებით, თქვენ კიდე ერთი სიახლე გვაქვს, რომელიც უკავშირდება პროფესიული სასწავლებლების ხელსაზრისით რეგისტრაციას და აქაც დაბნეულობა რომ არ იყოს, ან ვინც არ იცის ამ შესაძლებლობის შესახებ, მათაც რომ მიაწოდოთ კიდევ ერთხელ ინფორმაცია და განმარტება. იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია ჩვენი განათლების რეფორმირების თვალსაზრისით, იმიტომ რომ პროფესიული სასწავლებელი, რაც უფრო აქტიური და ხელმისაწვდომი გახდება, მით უფრო კარგი გარემოგვექნება ალბათ. წელს, როგორც აღნიშნე, საგამონაკლისო წესით მათ აქვს შესაძლებლობა, რომ შეარჩიონ ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, თუმცა როგორც საბაკალავრო პროგრამების შემთხვევაში აქაც გვაქვს სიახლე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის და ამ პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაშიც მათი სწავლა ასევე დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამიტომ პროფესიული პროგრამები წელს მართალი აბიტურიენტებისთვის სიახლეა, თუმცა ჩვენ როდესაც რეგისტრაციის პორტალი დავხურეთ და გავაანალიზეთ ის მონაცემები არჩევანის შესახებ აბიტურიენტების არჩევანის შესახებ მონაცემები დაახლოებით 5000-ზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ჰქონდათ არჩეული აბიტურიენტებს და მათგან პირველ პრიორიტეტად 2000-ზე მეტ აბიტურიენტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ჰქონდა არჩეული. თუმცა ეს მაჩვენებელიც კი იცით როგორ არის ეს მაჩვენებელიც ყოველწუთიერად და ყოველდღიურად იცვლება. და მეც ჩვენ როდესაც დავასრულებთ შეხვედრა შესაძლებელია უკვე მონაცემი შეცვლილი იყოს, იმიტომ რომ პრიორიტეტის და პროგრამების ცვლილება აბიტურიენტებს როგორც აღნიშნე დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებამდე შეუძლიათ. ბატონო, დაზუსტებისთვის შეუძლიათ ერთდროულად რამდენი
მაგისტრატურის მიმართულებით დარეგისტრირდნენ უმაღლეს სასწავლებელს და პლუს პროფესიული სასწავლებლების თვალსაზრისით თუ აი როგორ არის, იმიტომ რომ ეს ბევრში გაუგებრობა გამოიწვია. იცით როგორ არის პროფესიული პროგრამების არჩევის შესაძლებლობა დამატებითი შესაძლებლობა არის, ასე ვთქვათ, აბიტურიენტებისთვის. ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილი, ამიტომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად რა საგნებსაც ირჩევს აბიტურიენტი, ისეთი პროგრამა უნდა შეარჩიოს, რომ იმ საგნებით შეძლოს პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა. მაგისტრატურის გამოცდა სრულიად სხვა გამოცდა, იქაც ადამიანები აბარებენ ზოგადი უნარების ტესტს, ამიტომ სრულიად სხვადასხვა გამოცდა არის და სამაგისტრო პროგრამასთან ერთად პროფესიულ პროგრამას ვერ აირჩევს, იმიტომ რომ ჩარიცხვის წინაპირობა სხვადასხვა არის ორივე პროგრამაზე და ბარემ აქაც ამასაც დავაზუსტებ, რადგან ჩვენ პროფესიული პროგრამები ვახსენეთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში ძალიან ხშირად გვისვავენ კითხვას და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არც შეცვლილა, არც გაზრდილა, არც შემცირებულა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ზღვარის გაზრდას რეფორმას უკავშირებენ ხოლმე, ამიტომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში რაც იყო ისევ იგივე არის და ცვლილება არ გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში ზღვარი გაცილებით დაბალი არის და ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში თითოეული საგნისთვის თუ არის გათვალისწინებული მაგალითად 20% რომ გადალახოს აბიტურიენტმა, პროფესიული პროგრამების შემთხვევაში ნახევარი არის, ანუ ნახევარზე ცოტა მეტი, ანუ 11% უნდა გადალახოს და ამიტომ ვურჩევთ ხოლმე ყოველთვის აბიტურიენტს, რომ თუ დაუშვათ ვერ დააგროვებს საკმარისი რაოდენობის ქულებს იმისათვის, რომ საბაკალავრო პროგრამაზე მოხვდეს, დიდი ალბათობით მას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მოხვდეს, იმიტომ რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აქ განახევრებულია. და ესეც შესაძლებლობაა. ესეც შესაძლებლობა არის, დიახ. მადლობა ქალბატონ თამარ. თუ კიდე რამე დაგჭათ სათქმელი სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის, მადლობა რომ მოგზავნით. წარმატებებს ვუსურვებ კიდევ ერთხელ. გიერთდებით ამ სურვილში და აღნიშნავ რომ ჩვენ საუბრობდით არა მხოლოდ აბიტურიენტებზე, ანუ მომავალ სტუდენტებზე, არამედ ასევე ჩვენი საუბრით გამოვეხმაურეთ მოქმედი სტუდენტებისთვის იმ შესაძლებლობას, რომელიც საგრანტო პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას გულისხმობს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ რეგისტრაცია დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო და 5 ივნისამდე აქვთ მათ რომ სტუდენტებს დარეგისტრირდნენ, ხო და შემდეგ უკვე გამოცდაზე გავიდნენ და გაიმჯობესონ საგრანტო მაჩვენებელი 5 ივნისის 18 საათი როგორც აღნიშნეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და იმ აბიტურიენტებს, ვინც თქვენი ცენტრის 24-ვე სივრცეში ეცდება, რომ წარმატებით გაიაროს საგამოცდო ეტაპი და დაძლიოს ეს ბარიერი. მადლობა. დიდი მადლობა მოწვევით. მათ ვინც გვიან შემოგვიერთდით, კიდევ და გაინტერესებთ ეს თემა, იმიტომ რომ ახლა აბსოლუტურად ყველა დამამთავრებელი კლასის წარმომადგენლებისთვის და უკვე სტუდენტობის გზაზე დამდგარი მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის ეს საინტერესო თემატიკაა. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჩვენი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან საუბარი რადიო ემედის Facebook გვერდზე აიტვირთება და შეგიძლიათ დეტალები დამატებით კიდევ ერთხელ მოისმინოთ და გადაამოწმოთ. ქალბატონი თამარ მემარნიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ დროებით.